ნარკომანიასთან ბრძოლასთან არანაირი კავშირი არ აქვს აი ადამიანის ღირსების დამამცირებელ მასკარაც რაც აი ამ მასობრივ ხალხის იზოლებაში გამოიხატებოდა თბილისის ქუჩებში რეალურად თვითონ რეჟიმია ის პრობლემა რომელიც აი ნარკომანიის პრობლემას წარმოშობს და რაზეც ძალიან ხშირად ანუ ამ ვარდება კვლევებში რეალურად ახლა რეჟიმი რას აკეთებს ხო კვლევაში ვარდება ნარკომანია როგორც პრობლემა და რამდენიმე კურდღელს იჭერს იმით რომ აი ამ რაღაც მასკარად საწყობს პირველ რიგში იმას რომ ვითომ აი ამ კვლევას პასუხობს და საქმეს აკეთებს მეორე რომ ბარემ იყენებს აქციის საპროტესტო აქციის მონაწილეების გასაშავებლად მათ დისკრედიტაციისთვის მათ დასაშინებლად ანუ ორ კურდღელს იჭერს მისი აზრით მაგრამ რეალურად ჩვენ ხო ვიცით რა არის საქმე ანუ მძიმე ნარკოტიკებით ვაჭრობას ვინ მფარველობს ზოგადად და ვის აძლიერებს ხო კრიმინალური ორგანიზებული დანაშაული და თუ ეს პრობლემა ამ ქვეყანაში დგას იმიტომ რომ ორგანიზებული დანაშაული ანუ ტრეიდები რომ ამ პრობლემას აგვარებდეს მოშარდვა და პრაკოლების შემოწმება შევარნაძის დროს მაგის მეტი რა ხდებოდა ხო მაგრამ რატო ვერ მოერიენ მაშინ ნარკომანიის პრობლემას და რატო გადაწყდა ნარკომანიის პრობლემა მაშინ როდესაც ორგანიზებული დანაშაული ამოიძირკვა და ორგანიზებული კრიმინალი საქართველოში თავისუფლად ვეღარ სუნთქავდა ხო ანუ იმიტომ რომ ორგანიზებული დანაშაული და ხელისუფლება რომელიც ორგანიზებულ დანაშაულთან შეკრულია იმისთვის რომ პოლიტიკური ძალაუფლება შეინარჩუნოს და იმისთვის რომ რასაც პოლიციური მანქანით ვერ ახერხებს მერე უკვე კრიმინალების მეშვეობით მოახერხოს და ჩვენ ამას ვხედავთ საპროტესტო აქციის დროს ვხედავდით ხო ხან პოლიცია გვარბევდა და ხან ესენი რა ქვია ვიღაცა კრიმინალები ნანახი გვაქვს და არავინ ამისთვის არ დასჭილა ვინ უნდა თქვას ვინ უნდა იფიქროს საერთოდ რომ ამ ქვეყანაში სამართალი ვინმეს ანაღლებს ხო ეს ესე და როდესაც ჩვენ მას აძლიერებ ის ავტომატურად ხდება ნარკომანიის პრობლემის ანუ მძიმე ნარკოტიკებს რაც შეეხება ეხლა რაც შეეხება მარიხუანას ჩვენ ფედერალისტები ვართ სრული ლეგალიზების მომხრე იმიტომ რომ არ შეიძლება უკანონო იყოს ის რაც რის მოხმარებაც კრიმინალი არ არის და გარკვეულწილად ჩვენი წვლილიც არის იმაში რომ მოხმარება კრიმინალი არ არის იმიტომ რომ იდეა თვითონ ჩვენი გუნდის წევრს ეკუთვნოდა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვის ხო და ამ კუთხით საერთოდ სხვა და რეალურად ამას ხო რა განაპირობებს აი 20 წელს უკვე ჩანდა რომ იკრებდა ისე ნარკომანია ტემპს იმიტომ რომ კამპანია რო ჩავატარეთ სამეგრელოში ფოთიხობის ენაკი კარდაკარ ვიარე და ათასობით ოჯახში შევედი არ გავჩერებულ ვარ მართლა 3 თვის განმავლობაში და სულ ფეხით ვიარე და თითქმის ყოველ მეორე ოჯახს სადაც შევდიოდი ნარკომანია ვარდებოდა როგორც პრობლემა და დავინტერესდი გავქეკე რა არის ეს ნარკომანია და აი ამ ღრმა სამეგრელოში და სენაკში და ხობში რანაირად ნარკომანია როგორ აწუხებს და აღმოვაჩინე ხალხი რომ პლანს ეწევა უბრალოდ ეზოში და მშობელი იმის გამო რომ შვილი დისფუნქციურია იმის გამო რომ სამსახურში არ დადის იმის გამო გამოთაყვანდა ბავშვები პლანი თუ რა გონიათ რომ პლანმა გამოათაყვანა ის ბავშვები იმან კი არა რომ სამსახური არ არსებობს არაფერი განვითარებული არ არის ფოთში სასტუმრო არ არის რომ ადამიანი წავიდეს ხობიდან და წავიდეს და იქ იმუშაოს ახალგაზრდა დისფუნქციურობა სიღარიბე სისტემური გაუნათლებლობა იმიტომ რომ სკოლა არ აძლევს იმ კვალიფიკაციას რომ ის ადამიანი შემდეგ ნორმალურ რეალიზებულ მოქალაქედ იქცეს ხო იმიტომ რომ სკოლაში მას ასწავლიან მასწავლებლები რომელიც საკვალიფიკაციო გამოცდას თავის საგანში ვერ აბარებს იმიტომ რომ მისი მოვალეობა მოსწავლისთვის განათლების მიცემა არ არის მასწავლებლის მოვალეობა დღევანდელ დღეს არის რომ მე და შენ შემოგვესიო და წყევლოს ბიზნეს სახელით და ბიზნეს აქოს და ადიდოს, როდესაც მორიგ რაღაცა დელუზიურ ბოდვას გამოაქვეყნებს ის, ხო? ანუ ეს არის სკოლის მასწავლებლები საჯარო სკოლებში ჩვენი შვილები განათლებას ვერ იღებენ. მერე გახდება ის, რომ ეს დისფუნქციურობა მათ ჭამს, იმიტომ რომ მეორე მხრივ არსებობს სისტემური მუშაობა, როდესაც ერთი მხრივ მოთხოვნაა კვალიფიციურ მუშახელზე, მეორე მხრივ ბაზარი ამას ვერ აკმაყოფილებს, რასაც მუშახელის ბაზარი აკმაყოფილებს იმას საკმარისად არ უხდიან, ამიტომ გაედინება ეს ხალხი და ეძებს სამუშაოს, სადაც ნორმალურად გადაუხდიან უკვე სხვა ქვეყნებში და ვართ აი ამ ვითარებაში. მათ შორის უმუშევრობის პრობლემაზე რომ არ ვისაუბროთ და ამაზე ყურადღება არ გავამახვილოთ, რაღაც შოუებს გთავაზობენ შარდის შეგროვების კამპანია რაღაცა. მასობრივობა ამ პრობლემას, ნარკომანიის პრობლემას შეძინა ერთი მხრივ ორგანიზებული კრიმინალის თარეშმა, იმიტომ რომ ის გაძლიერდა და შესაბამისად გაძლიერდა და მე უკვე თორნიკელის ჟოდის წერილიდან
ჩანს. რომ ერთმანეთს აბრალებენ, ხო, უკვე, იმიტომ რომ ის ნარკოკარტელი რომ მუშაობს და ორგანიზებული დანაშაული ფარავს, იმ ორგანიზებულ დანაშაულს მთავრობაში სჭირდება მერე დაფარვა. და იქ ფული მოძრაობს ყველაფერი და თუ შემთხვევით ის ყველაფერი პარტიაში არ წავიდა, ან ვიღაცის ჯიბეში არ წავიდა, მერე ეს იწვევს დაპირისპირებებს შიგნით. მერე ვიღაცებს უკვე თხოვენ პასუხს ხვანაირად და მერე ეს ვიღაცები შეიძლება, ანუ მე უბრალოდ რა წერილიდან გამომდინარე ემაშვები, რა ქვია, დასკვნას, ხო, ეხლა TV პირველს ან ფორმულაზე ირეთ იკოერაძე, რავი, 7 წელია გადაკიდებულია იმ კაცს თუ რამდენი წელია რაც ფორმულაზე მუშაობს თიკო, მაგრამ აქამდე ხო ეგ არ გაუკეთებია, როცა თანამდებობის დატოვება მოუწია და როცა გუნდის შიგნით დაპირისპირებებზე ალაპარაკდნენ, მაშინ გააკეთა ეს ყველაფერი. ხო, ეს თან საუბრობს ამაზე, რომ ნარკოკარტელი კორუფცია და ნარკოკარტელი და მაგას ბარიგების მფარველობას მაბრალებდნენო და რეალურად ორგანიზებულ დანაშაულს ყავს ამ მთავრობაში მფარველი და ის ორგანიზებული დანაშაულია, რომელიც ასევე ნარკოტიკების თემას მფარველობს და ეს არის რაც ხალხს. ეს რომ მარტივად დასანახია ქალბატონო თამარ და აი თუნდაც ეხლა გელაგელაძის ამ კამპანიას რომ შევეხოთ, ქართული ოცნების ამომრჩეველმა თავის თავს კითხოს, თუ ასეთი მასშტაბით იყო ქვეყანაში ნარკობიზნესი განვითარებული, აქამდე სად იყვნენ, ხო? ეხლა გელაგელაძე ცდილობს თავი მოაწონოს, რომ თითქოს დიდი რაოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დღესაც ვიღაცები დააკავეს ამ რეიდების დროს. ეხლა მოვიდნენ გონს, მაგრამ მაშინ ორგანიზებულ დანაშაულთან შეკრული არ უნდა იყო. თუ რეალურად მაგ პრობლემას ებრძვის, იმიტომ რომ ძიმე ნარკოტიკების პრობლემა გვარდება ორგანიზებული დანაშაულის ამოძირკვით და არა მოშარდვინებით ხალხის. კიდე ერთხელ ჩვენ გვაქვს ორი ეპოქა, რომელიც შეგვიძლია შევადაროთ ერთმანეთს. რეალურად მაგიც იყო წინა ხელისუფლების პრობლემა, ხო, როდესაც ორგანიზებული დანაშაული ამოძირკვა და რეალურად გააქრო აი ის პრობლემა რაც 90-იანებში ხალხს აწუხებდა, მე აღარ გადახედა ნარკოპოლიტიკას. იმიტომ რომ უკვე მეორე ვადაში ძალაუფლების შენარჩუნებაზე იყო თვითონაც გადასული და მიხვდა რომ პოლიტიკურ ვერკეტად გამოადგებოდა. ხო? ანუ ეს იყო ბუქდა ქართული ოცნების პირობებში, ახლა ისევ უბრუნდებიან გამკაცრებას. არაფერი არ შემსუბუქებულა საკონსტიტუციო ამსუბუქა წინა იმაში, რა ქვია, წინა მოწვევის თუ რაც უნდა დავაყო. წინა შემადგენლობის საკონსტიტუციო, მაგრამ ამ დროს მოხდა ეს ყველაფერი, ხო? მაგრამ ახლა უბრუნდებით ისევ საწყისს. ეხლა უბრუნდებით და ესეც არის, ხო? ანუ რეალურად ორი ძირი აქვს ამ ყველაფერს. ერთი არის ახალგაზრდების დისფუნქციურობა, უმუშევრობა, რაც მე, რავი, მათი სახლის ეზოებში პლანის წევაში გამოიხატება და მშობელს გონია რომ აი ნარკომანიამ დაღუპა შვილი, სინამდვილეში სისტემამ დაღუპა მისი შვილი, რომ დისფუნქციურია ის ბავშვი და მეტი საქმე არ აქვს და ზის და პლანი მოყავს და ეწევა. ეს ერთი და მეორე არის ორგანიზებული დანაშაულის თარეში, რომელიც ავტომატურად იწვევს ნარკოტიკების გავრცელების და ვაჭრობას იმ ქვეყანაში, სადაც ხარ, ხო, საზღვაო ქვეყანა ვარ, სპორტი ვარ. ბუნებრივად მოხდება ეს ყველაფერი, თუ ორგანიზებული დანაშაულს შენთან იმხელა წონა, პოლიტიკური წონა აქვს ორგანიზებული დანაშაულს ამ ქვეყანაში. და ეს ბუნებრივი ლოგიკაა, როცა ორგანიზებული დანაშაულის წონა იზრდება, ზარალდება რიგითი მოქალაქე. იმის ხარჯზე, ხო, იმიტომ რომ ის აზის სხვას, იმისი თვითბუნებაა, რომ უნდა შეავიწროს სხვები და ისე იარსებობს, ხო? და აქედან გამომდინარე, ეს ძალიან ბუნებრივია და ეს რეჟიმი არათუ ვერ მოაგვარებს ნარკომანიის პრობლემას, არამედ თვითონ არის ის პრობლემა, რომელიც აი ამ ძიმე პრობლემას წარმოშობს და თუ რეალურად გსურს ნარკომანიის პრობლემის მოგვარება, ეს ნამდვილად რთული თემაა და იგივე ჩვენ არ განვეკუთვნებთ, აი გირჩის აქციას კი შევუერთდით, მაგრამ ჩვენ არ განვეკუთვნებით, თქვათ, იმ კატეგორიას, რომელიც თulis, რომ ხელისუფლებამ არ უნდა არეგულიროს მძიმე ნარკოტიკები და ყველაფერი უნდა ლეგალიზებული იყოს და ასე შემდეგ. დისფუნქციურობას იწვევს, ხო, საზოგადოების დისფუნქციურობას, რაც იწვევს, იქ მაგრამ იმიტომ რომ შენ რაღაცა კუნძულზე ხო არ ცხოვრობ, საზოგადოებაში ცხოვრობ და აქაც არის რაც ნაკლებ ზიანს მიაყენებს საზოგადოებას ისეთი პოლიტიკა, ხო, ასარჩევი. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ფული უჯდება საზოგადოებას. იმ ნარკომანი რო კვდება ქუჩაში, ხო, შენი ქუჩაში ვერტოებ უნდა წაიყვანო, მიხედო, ხო არ მოკლავ ადამიანს, ხო და აქედან გამომდინარე ამაზე იხარჯება გადასახადის გადამხდელის ფული და შესაბამისად ჩვენ რეგულირებას მივესალმებით ერთი მხრივ მივესალმებით მის ბალახის დეკრიმინალიზაციას და სრულ ლეგალიზაციას, იმიტომ რომ სრული სიგიჟეა ნარკომანად ჩათვლა ადამიანის, რომელიც პანს ეწევა. კრიმინალად. ეს კრიმინალად. იაგო ხვიჩია გამოვიდა სიტყვით ამ აქციაზე და თქვა რომ ბევრი ხალხი არ იყო და ამის მიზეზად მან ახსნა მოუძებნა ამ ყველაფერს იმგვარად რომ თავად არა, უბრალოდ ადამიანებს გამოსვლა ამ შინაარსის აქციაზე ეშინიათ, რადგან თვითონ სისტემამ დააჯერა რომ არიან კრიმინალები. ეს არის სისულელე, ეს არის პატერნალისტური დამოკიდებულება იმ ადამიანებთან, ცხელა და იმიტომ არ გადიან არაფერი. ეს simple as that, არავის არ ეშინია იმის თქვა რომ ესე რაღაცა წარმოდგენებს მოახოვენ ხოლმე თავზე და ზრუნავენ მე. ჩვეულებრივ რამდენი ადამიანიც გავიდა ამ სიცხეში, ისიც საკმარისია და კვაყოფილი იყოს კიდე ეს იაგო, ნუ გაახურა საქმე ამ რაღაცა საზოგადოების მშიშრებად გამოყვანით და იმით ამით ახლა პატივისცე საზოგადოებამ, სადაც მაგან 63,000 ხმა იყო. ხო, მოკლედ ეს თემატური განხილვის თემაა, ზოგადად როგორ უნდა ვებრძოლოთ ნარკომანიას და როგორ დავწიროთ,
მაგრამ ახლა სხვა მიმართულებით წავიდეთ. ზურა სიხარულიძე, რომელიც ძალიან კარგი ექსპერტია ამ მიმართულებით, მასთან მუშაობთ და ჩვენ მალე წარმოვადგენთ ჩვენს უფრო დაწვრილებით ხედვას კონკრეტულად რა ხდება მარიხუანასთან მიმართებით, აქვს სრული ლეგალიზაცია და დანარჩენ ნარკოტიკებზე, იმიტომ რომ კანონში იქაც საგიჟეთ იტრიალებს დოზების შესაძლებელია, რაოდენობების შესაძლებელია. ძალიან ღრმა თემაა ეს და სიგრძეულ თემა. ახლა ამ სიღრმეებში ვერ წავალთ. მე რა უკვე დეტალებზე იმანი ალბათ. უფრო ზედაპირული ნაწილისკენ წავიყვანოთ ჩვენი დისკუსია. ამ შემთხვევაში მე მაინტერესებს თქვენი ხედვა, თვითონ ისევ აი ამ შოუებს რომ დაუბრუნდეთ და ამ ეგრეთ წოდებულ რეიდებს და მართლა მოშარდვის კამპანიას, ამ ყველაფერში რა შინაარსიდებს, რისი ჩვენება სურს ამით ახალ მინისტრს და აი საზოგადოებაში ხშირად იწერება მათ შორის სოციალურ ქსელებშიც, რომ უბრალოდ ახლა ვაკვირდებით როგორი ნაწილებენ ისევ აი ამ ნარკობიზნეს, ახალი კლანები და როგორ მიდის გადანაწილება ზოგადად კლანებს შორის სხვა სფეროებში ვიხილეთ ბოლო პერიოდში და როგორ ჩანს ახლა ნარკობიზნესის დროც დადგა. ყველაფერი გადასალაგებელი არის, იმიტომ რომ ანუ ეს არის კანონზომიერია ის რაც ახლა ქართულ ოცნებაში ხდება, მათ შორის აი ამ რაღაცა ნარკოკარტელების გადალაგება, გადმოლაგებაც არის აბსოლუტურად ბუნებრივი, იმიტომ რომ როგორი სისტემაა ქართული ოცნება. ეს არის პერსონალურ ლოიალობაზე, ერთი ადამიანის პერსონალურ ლოიალობაზე აგებული სისტემა. აქ არ მუშაობს არც წესები, არც სასამართლო, არც რაღაცა რეგლამენტი, არაფერი, ხო, ბიძინა სახირებებით უნდა იაროს ყველამ. და ყველაფერი ლაგდება ეგრეთ წოდებული კანალებით, ანუ კანალები იჭრება ბიძინამდე და ამ ყველაფერში ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც ასევე მათი პერსონალური ლოიალობის მიხედვით განისაზღვრება, რამდენად ახლოს არიან მზესთან, რომელიც მათ ძალაში თაბერავს, ხო? ანუ აი ეს არის და შესაბამისად, როდესაც რყევები მიდის ქვეყანაში, როდესაც დასავლეთიდან სანქციები აწვება, ამ დროს ავტომატურად ირთვება უკვე ბრაზი, პერსონალური მოტივებით ტერიტორიების ვერ გაყოფა, ეჭვიანობა, ხო? ბიძინა ივანიშვილი ძალიან ბევრაზე ეჭვიანობს ახლა, იმიტომ რომ მას პრობლემები ექმნება, ის ზიანდება, იმიტომ რომ ის ყველაზე მეტად არის საერთაშორისო სისტემაზე დამოკიდებული, სანქციებს იღებს, მისი ფული მცირდება, ისა. ამასობაში მის ქვეშ ხედავს, რომ არარაობები ვინც მოიყვანა და მისი გადმოსახედიდან კაცად აქცია, ხო, აი ესე ხედავს, ისინი მდიდრდებიან, მათი გავლენა იზრდება. მომენტს ან სანქციირდნენ, მაგრამ ეს სანქციები მათზე დიდ გავლენასაც ვერ მოახდენს, იმიტომ რომ ისეთი ინტეგრირებულები არ არიან. ანუ ბიძინა თვლის, რომ მასთან ვალშია ყველა საერთოდ. დავიჯეროთ იმ ვერსიის, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ახლა მათ მოპარულ მილიონებს თხოვს და მათ შორის ამას შეეწირა თორნიკე რიჟვაძე. არ ვიცი ეგ ჭორები, არანაირ ჭორს არ ვეყრდნობ საერთოდ და ზუსტად არაფერი არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ ქართულ ოცნებაში, ანუ რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ ქართულ ოცნებაში შიგნით ძალიან არეულობა, არეულია ზუსტად აი ეს კანალები, ვინ მისთან ბიზნესი ძალიან ნერვიულობს, იმიტომ რომ ხვდებიან, რომ ეს არ არის მდგრადი ვითარება, ესე ვერ გაგრძელდება და ხედავთ, ხო, იგივე გიორგი რამიშვილის საქმე. ანუ რეალურად ხო ყველამიც, ანუ ყველა ხვდება, რომ ეს ყველაფერი ჩვენამდე ვერ მოაღწევდა საერთოდ, დაუშვათ რომ ედო მართლა, რასაც თვითონ აღიარებს და დაუშვა, ხო ყველა მიცის, რომ შემთხვევით მოხდა, ანუ ეს არ იყო დანაშაული, შემთხვევით მოხდა, ხო, ეს ყველაფერი, ანუ არავინ არ არის იმის გიჟი, რომ გიორგი რამიშვილი ახლა ფიშტოთი გადადიოდა საზღვარზე, ან რაში სჭირდება, ხო, იქ აიყვანს კერძო დაცვას თუ იქ იარაღი სჭირდება, ამის შესაძლებლობა ხო აქვს. ანუ სიგიჟია თავისთავად, შემთხვევითობა მოხდა. თუნდაც რომ იმის შეშინებოდათ, რომ ფორმა განრიდება შეეძლოთ, გაეკეთებინათ, ჩვენ ამას ვერ გავიგებდით. თან დილის 11 საათზე მოხდა, 8 საათზე გავიგეთ, ანუ უნდათ რომ ეს გაგვეგო, ანუ ამით აი რატო აკეთებენო იმას. თავზე ხელახებულობის ჩვენებით ძალის დემონსტრირება უნდათ, იმიტომ რომ ძალიან დასუსტებულები არიან და ასე ძალას აჩვენებენ გონიათ. ეს რამიშვილი შეთხო რასაც ანუ ზავნილი იყო სხვა ბიზნესისთვის. ეხლა გავუკეთეს რამიშვილს, რომ თუ ესეთი რაღაც მოხდა, გირავთი არის გამოშვებული, ანუ უჭირავს ხელისუფლებას რა რეალურად ბერკეტი მოიპოვა მასზე. და ამით სიგნალს აძლევს სხვებსაც, ანუ ესე ვერ გაგრძელდება ხალხო, ეს ქაოსი სადღაც გაწყდება, სადღაც დასრულდება და ჩვენ უნდა ვიყოთ ამ დროისთვის ფორმაში, ანუ ჩვენ უნდა ვიძახით კალბატონო თამარ, რომ აი მეც ვეღარ გაუძლებს სისტემას ჩამოიშლება. არა, ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკა, ხო, ეხლა კი შეიძლება ჩვენ მას ისულელემ კიდევ გადაარჩინოს და იმ შემთხვევაში თუ თქვათ მისი იზოლირება ვერ შევძელით თვითმმართველობის არჩევნებში და ლეგიტიმაცია მივეცით და მისი თქვათ რაღაცა ქაოსი დავაკანონეთ, ანუ რეალურად ევროპარლამენტმა გითხრა, რომ ამ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარს გამოიყენებს იმ ქაოსის განუკითხაობის და სტატუს-კვოს დაკანონებაში, რომელიც აქ და თან აი ყველაზე მეტად მინდა უთხრა, ეხა აი სტატუს-კვოს ჩაბაუჭებულებს რა, ვისაც ადამიანებს, რომელსაც ეხა ცვლილებების იმედი დიდად არ აქვს და სტატუს-კვოს არიან ჩაბაუჭებულები, რომ ვერ მდგრადი არ არის, ვერ შენარჩუნდება ეს სტატუს-კვო. ეს სტატუს-კვო მოიტანა სრულიად სხვა გზით სიარულმა. ეს გზა შეტრიალდა უკვე, ეს სტატუს-კვოც კი, რასაც დღეს სტატუს-კვო ლოიალისტები ებღაუჭებიან, ეს ვერ შენარჩუნდება, ეს შენარჩუნებადი არ არის. ასეთ პირობებში, იმიტომ რომ სრულიად სხვა კურსმა მოიტანა ეს სტატუს-კვო. და აი თუ ანუ იმიტომ რომ გინდა
ინერცია დაარქვი, გინდა ეს ეს ყველაფერი მიდიოდა ევროპასთან დაახლოების გზით მივდიოდით ხო ჩვენ. ეხა მოხდა სრული შემოტრიალება და ჯერჯერობით უკან მოვდივართ და ამიტომ ის ადამიანებიც კი ვინც ფიქრობენ რომ ეხლა დღევანდელი კვერცხია, გაუტყდებათ ეს კვერცხი. შეუძლებელია კანონზომიერია უბრალოდ რაც ხდება ეხა ყველაფერი არის კანონზომიერი და დასრულდება თუ ჩემი აზრით ცვლილებით დასრულდება ყველა შემთხვევაში უბრალოდ დამოკიდებული იქნება იმაზე რამდენად შეუძლებთ ოპოზიციაში თვითონ ოლიგარქიული ელემენტებისგან გასუფთავებას არა კონკრეტული პიროვნებებისგან არამედ ოლიგარქიული პოლიტიკისგან როდესაც ერთი ადამიანის ახირებამ შეიძლება რომ თელეპოლიტიკური ველი დააზიანოს და ამ შემთხვევაში მამუკა ხაზარაძე მყავს მხედველობაში, იმიტომ რომ დღეს ძალიან დიდ ზიანს გვაყენებს მამუკა ხაზარაძე და მისი ეგო, რომელსაც უნდა რომ ამ რაღაცა ოპოზიციურ ველზე პირველობა მოიპოვოს და ამის გამო მზად არის ევროპარლამენტის იგნორირება გააკეთოს, საქართველოს პრეზიდენტის ბოლო ლეგიტიმური ინსტიტუტის იგნორირება გააკეთოს, პროტესტის საზოგადოების იგნორირება გააკეთოს, საკუთარი ამორჩეულის თითქმის ნახევარის იგნორირება გააკეთოს, ოღონდ ამას მიაღწიოს. ეს არის ძალიან ოლიგარქიული ზემოდან ქვემოთ პროცესი, იმას უნდა და მორჩა ფეხზე ოპოზიციაში პირველობის მოპოვების мотиваციას ხედავთ ის გადაწყვეტილებაში. იმ თავიდან ამას ლაპარაკობ და ჩანს კიდეც ხომ თავარი ძალა იქ იქნება, თავარი ბრძოლა იქ იქნება, სადაც თავარი ბრძოლა, ხო არა თავარი არხი, მიშას, ამას რასაც მიშას ქონდა, მიშას გამონაცვალი უნდა. უბრალოდ კომიკურად გამოსდის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რაღაცნაირად კარიკატურულია ეს თვითონ ეს პროცესი და თან ისიც არაფერს არ ემყარება, ხო? გარდა მიშა თუ რაღაც იმას ემყარებოდა წარსულს და მემკვიდრეობას ემყარება, ხაზარაძის შემთხვევაში ეს არაფერს არ ემყარება გარდა მისი ფულისა და სურვილისა და ჩვენი ამოცანა ის არის რომ ისე წავიყვანოთ პროცესი რომ რეალურად ვერ შეძლოს არარელევანტური გახდეს აი ეს ფარსი რასაც რეჟიმი თვითმმართველობის არჩევნებს უწოდებს და არ მიიღონ მონაწილეობა აი როგორც პარლამენტში არ შევიდნენ იმიტომ რომ გარეთ ხალხი იდგა და ხალხი მათგან ამას ითხოვდა ხო იგივე მოხდეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეს არის პროგრამა მაქსიმუმ ჯერჯერობით უკან არიხებენ ძალიან კაფეოდ ამბობენ რომ ჩვენი პოზიცია არ შეიცვალა მე ყოველთვის ვამბობდი მაშინაც როდესაც რაღაც შეთანხმებებს ითხოვდნენ თვითმმართველობის არჩევნებამდე, იმიტომ რომ არჩევნებთან დაკავშირებით რომ ამ ყველაფერს გადაწყვეტს არა შეთანხმებები, იმიტომ რომ შეთანხმებებს ისეთი აქტორები ჭირდება, რომლებიც ამ შეთანხმებებს იცავენ და ამას შემჩნეულები არიან და ჩვენი პოლიტიკური სპექტრი არ არის ამ შეთანხმებების დაცვაში შემჩნეული. აქედან გამომდინარე, მაგას ვიძახდი, რომ არა შეთანხმებები, არამედ გარემოებები გადაწყვეტს მეთქი და ახლაც მჯერა, რომ სექტემბერში შეიძლება საქართველოში ისეთი გარემოებები დადგეს, რომ პროცესი მიდის, ხო, ეხლა, აი მაგალითად ეხლა იყო ევროკავშირის საგარეო მინისტრების წერილი, ხო, რასაც უპასუხეს, ჩვენ სანამ რუსთაველზე პროტესტი დგას სანამ თქვათ არსებობს ანგარიშ გასაწევი ძალები ოპოზიციაში რომელიც რეჟიმთან არ თანამშრომლობას უჭერენ მხარს და რეჟიმის იზოლაციას მიიჩნევენ ცვლილების გზად სანამ აი ეს ყველაფერი ხდება მანამდე ცვლილებები პროცესია და შეიძლება ერთი კვირა აღმოჩნდეს ძალიან დიდი დრო რა ჩვენ არ ვიცით ჩვენ მუშაობთ იმაზე რომ სექტემბერში შეიქმნას ისეთი გარემოებები რომ არარელევანტური გახდეს ამ არჩევნებში ამ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობა და იქ არჩევნების ჩაშლა უნდათ და რაღაცა კონსტიტუციით პაპუაშვილი გამოვარდა თუ რაღაც არავინ არ შლის მაგას ჩაატარონ რა სპექტაკლიც უნდათ უბრალოდ ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი ხალხს ეცოდინება რომ ეს არის სპექტაკლი იმისთვის რომ დაკანონდეს განუკითხაობა ნარკომანია სიგარიბე გაუნათლებლობა აი ამისთვის სჭირდებათ ამაში მონაწილეობა არის საფრთხე ქართველი ხალხისთვის საფრთხეს უქმნის დაკანონება სტატუს-კვოს დაკანონება რომელიც შენარჩუნებადიც კი არ არის საფრთხეს უქმნის ქართველი ხალხის ინტერესებს. ყველა ვინც ეხმარება რეჟიმს სტატუს-კვოს დაკანონებაში, საფრთხეს უქმნის ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. შესაბამისად, ჩვენ ფედერალისტები ყველას, რომელიც ლეგიტიმაციას უკეთებს იმ ფარს, რასაც რეჟიმი თვითმმართველობის არჩევნებს და ეხმარება რეჟიმს, რომ სტატუს-კვო, აი ეს დამღუპველი სტატუს-კვო დაიკანონოს, აი ეს ქაოსი და განუკითხაობა, ჩვენ მოვექცევით როგორც ეროვნული ინტერესების დამაზიანება. ხო, მოკლედ რამ შეიძლება ხაზარაძე ჯაფარიძეს გადააფიქრებინოს, თქვენ ამ გარემოებებში ერთ-ერთ გარემოებად ახსენეთ საერთაშორისო მოვლენები, პროცესები. ბოლო პერიოდში მოკლედ ძალიან ბევრი ამბავი მივიღეთ, როგორც სტრასბურგიდან, ბრიუსელიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბრიტანეთი ახლა ჩვენს ფოკუსში რაღაც სიახლეს ველოდებით თითქოს ამ მიმართულებით სამშაბათს ბრიუსელში ევროპული საბჭოს ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან და არსებობს სხვადასხვა წყაროს ცნობით ასეთი ინფორმაცია რომ მიიღებენ სანქციებს რაზეც არის ზოგიერთი ანალიტიკოსის შეფასებით მოლოდინი რომ იქნება კონსენსუსი მათ შორის ორბანის მხრიდანაც კი ბატონო მე არ ვიცი რეალურად რას გადაწყვეტს ბრიუსელი მათი სახელით ვერ ვისაუბრებ მაგრამ ვიცი შემდეგი რომ მიზანი
მიმართულ ტარგეტირებულ სანქციებს სჭირდება კონსენსუსი ევროკავშირის წევრი ქვეყნების და აქ ბიზნეს მოკავშირე ყავს მის სახით, რა ქვია, ორბანის სახით. არ ვიცი შეიძლება ორბანმა მოილაპარაკოს ემასთან რა ქვია ევროკავშირთან რამე გამოსწყვოს და ამაში ტარგეტირებულ სანქციებს მიაღწიოს ევროკავშირმა, იმიტომ რომ ორბანი მიშას უჭერდა მხარს 2012 წელს არჩევნების წინ ჩამოვიდა და ბიზნეს წინააღმდეგ მიშას ხარი დაუჭირა, ორბანი თავის ეროვნული ინტერესებიდან ამოვა და თუ ის არის რა ქვია, თუ მან გარიგებას მიაღწია ევროკავშირთან რამე სხვა თემაზე, აქ შეიძლება ამისთვის მიღწეული კონდეს, მაგრამ რასაც არ სჭირდება კონსენსუსი და რასაც ყოფნის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხმები, არის უვიზოს შეჩერება. იმიტომ რომ ის უბრალო უმრავლესობით მიიღება. და ამიტომ უვიზოს შეჩერება ორბანის გარშემო შესაბამისად დააბრალეთ ბიძინა ივანიშვილს თუ უვიზო გაჩერდება ნაცვლად ტარგეტირებული სანქციებისა. იმიტომ რომ მაშინ გამოდის რომ მისი თხოვნით დაიბლოკა, ანუ მისთვის რომ პირადად მისი და მისი მონებისთვის რომ სანქციები აეცილებინა, ამიტომ არჩია რომ უბრალო უმრავლესობით უვიზოს საკითხი გადაეცა. სხვა შორის თუ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ამას ვიცით ყველა როგორ შეფუთავს ივანიშვილის ოცნება, ხალხს დაგეშავს ევროკავშირის წინააღმდეგ დღევანდელი განცხადება ეყოლის საბჭოსით აჩვენებს მოკლედ რა იქნება მთავარი მომდევნო დღეების განმავლობაში. ესეც ყველაფერიც აჩვენებს რომ პასუხისმგებლობა რაც ამ ქვეყანაში ხდება, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე დაეკისრება რეჟიმს. ანუ არავინ არ დააკისრებს პასუხისმგებლობას ევროკავშირის რამდენიც არ უნდა იწვალოს რეჟიმმა. ვიღაცამ შეიძლება ალიბით გამოიყენოს, რომელიცაც თქვა ეს თემა არ ეხება, მაგრამ ვისაც შეეხება, ყველა პასუხისმგებლობას აკიდებს რეჟიმს. ეს ერთი და მეორე, ეხა ის წერილი რითიც უპასუხეს, ხო? ჩემთვის საინტერესო იყო იმით, რომ ბოლოში მთავრდება ამით, როგორც საქართველოს სჭირდება ევროპა, ანუ საქართველო ევროპაო, მაგას კი არ იძახიან, ანუ ჩვენი იდენტობაა ევროპული. ჩვენ ვართ ევროპელები, მთელი ჩვენი წინაპრები რო აიღო, ქართული კულტურა არის თავისი შინაარსით, თავისი ფილოსოფიით ევროპული. საქართველოს მოწყობა ყოველთვის როცა ძალმემრობითად არ იმართებოდა საქართველო, ყოველთვის იყო ევროპული, ხო? ჩვენ მარტო ჩვენ კი არ ვჭირდებით ევროპასო, ევროპასაც ვჭირდებით ჩვენო. ანუ აქ ჩანს ბიძინა ივანიშვილის მთელი შეცდომა, რაზეც არის აგებული მთელი მისი პოლიტიკა და მსოფლმხედველობა. ანუ დასავლეთს კოლონიზატორად განიხილავს და ფიქრობს, რომ საქართველოს როგორც ტერიტორია სჭირდება და არა როგორც ფასეულობითი მოკავშირე აქ. ანუ ის თვლის, რომ საქართველოს ტერიტორიად, ანუ პოლიგონად უნდა მართლა ვიღაცას, იმიტომ რომ გაიზარდა განათლება არა აქ, საბჭოთა კავშირში გაიზარდა, ცივი ომის დამქაშებს არ ვაჭამოთ, ხინკალიო ალბათ მღერო და საბჭოთა პროპაგანდიდან მიიღო განათლება დასავლეთის შესახებ, რომ დასავლეთი არის რაღაც ომის დამქაში, რომელსაც მართავენ ებრაელი მასონები. აი ეს იცის და აქედან გამომდინარე ეს ეხედავს, ამიტომ გადაწყვეტა ტერორისტი ვარო რეალურად ეუნება. ანუ მე მძევლად მყავს აყვანილი ის ქვეყანა, რომლის ტერიტორიაც თქვენ გჭირდებათო და თქვენ თუ მე არ მიმიღებთ და ჩემ კონტროლს აქ რომ მე ვაკონტროლებ ამ ტერიტორიას პატივს არ სცემთო, გადაუშვებ ხრამში ამ ქვეყანასო პირდაპირ ეუნება. ჩემი ქოცებიან ყველაფრიანაო რა, იმიტომ რომ ეს ხო კონცეფციაც აზიანებს, ანუ მე არ მჯერა რომ წილოსანს უნდა რომ მისი შვილი ბრიტანეთიდან გამოაგდონ. მე არ მჯერა რომ ღარიბაშვილს უნდა რომ მისი შვილი ამერიკიდან გამოაგდონ. მათ ინტერესებს აზიანებს, ისინიც მძევლად ყავს აყვანილი. და მაგათ წეწავს ახლა, იმიტომ რომ თვლის რომ ის მან აქცია, ანუ აი ხა რაც შიგნით ხდება, ეს არის ბიზნეს ბრაზი თავისიანებზე, რომ ვერ დაიცვეს, ვერ გააკეთეს ისე, რომ ბიზნეს ეს პრობლემები არ შექმნოდა. ამ კონტექსტში უნდა გთხოვოთ ამერიკის ელჩის ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან და ზუსტად მიმოწერის საკითხი, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ტრამპის ადმინისტრაციასთან გაგზავნა წერილი, რომელიც იყო შეურაცხმყოფელი ჩვენი პარტნიორი ვაშინგტონისთვის. თქვენ რა წარმოგიდგენია დაახლოებით რა შეიძლება ყოფილიყო ამის შინაარსი? ძალიან საინტერესო იყო თვითონ ახლა ჩვენ მაშინ იანვარში წინა საინაუგურაციო მიღებებზე ვიყავით დაპატიჟებული, მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი მომწვევი იყო დონალდ ტრამპ ჯუნიორი, ტრამპის შვილი და ანუ თვითონ რა ტრამპის მეგადონორების შეკრებაზე ვიყავით და ასე შემდეგ და იქაც ჩვენ რაც გვესმოდა არის ის რომ ბიზნეს ყავს ლობისტები გააქტიურებული პერსონალურად მისისთვის სანქციების მოხსნის მიმართულებით, არა სტრატეგიული ურთიერთობის განახლების ან გაღრმავების, არა რაღაცა თუნდაც რაღაცა ვიზოზე გადაყვანის, ანუ ქვეყანაზე კი არ ელაპარაკებოდა თავის პირადი ინტერესებზე. და ეს ძალიან ცუდად ჩანდა იქ, იმიტომ რომ ადამიანებიც, რომლებსაც საქართველოს ფაილთან ძალიან ისეთი შეხება ჰქონდათ, ეს ძალიან ცუდად მიიღება ეს უკვე. და ის რომ ადამიანი თავის პირადი ინტერესებს, ქვეყნის ინტერესებზე წინ აყენებს და ასე გელაპარაკება, იქ უკვე ბანდიტი ხარ, იორე საგ. ანუ ისა ხარ, რა ქვია, კრიმინალი ხარ რა, იმათი გადმოსახედიდან, ეს ერთი. მეორე ეხა ელჩმა რაც დაადასტურა, არის ის რაც ამ წერილში თვითონ ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყანა მძევლად ყავს აყვანილი. ანუ რეალურად
თუ დელუზიური გიჟი არ ახარ. როგორ შეიძლება, როდესაც ასეთ მდგომარეობაში არის ქვეყანა, შენივე გარემოცვა ეს ნერვიულობს და იცის მაგან რომ ისი გარემოცვა ნერვიულობს, ამ დროს შენ ტრამპის უახლოესი, ანუ და რუბიოს და ტრამპის ურთიერთობა ეხლა ძალიან ახლოა, ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრის და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო მინისტრის გზავნილი უნდა გადმოგცენ და პირადად შენ უნდა გადმოგცენ, იმიტომ რომ პრემიერთან კი არ დააბარეს, შენთან დააბარეს და ამ დროს შენ შეხვედრაზე უარს იძახი, ძელად ყავს ქვეყანა აყვანილი და ეუბნები რომ პირადი კომპლექსები მომიხსენითო, ანუ სანქციები მომიხსენითო, ეგ დაარქვა, იქამდე ჩათვალეთ რომ ქვეყანა მატარებლის ქვეშ მყავს შეგდებული. აი ამას იძახის ტერორისტის ლოგიკაა და მანდ არის ზუსტად აი ბიზნესის განათლებაზეც რო შევეხე, ეგ არის ზუსტად რომ არ ყოფნის განათლება იმისთვის რომ მიხვდეს რომ ამერიკელები კი გიხემიან ესე და თეთრი ლამაზი კბილები აქვთ და საშიშებს არ გვანან ესე, მაგრამ ტერორისტებთან მოლაპარაკებაში არ შედიან. ამერიკელები ტერორისტებს ესუქებენ გამოჩნდა, რავი, სოლეიმანის შემთხვევაში გამოჩნდა და თან მით უმეტეს პრობლემა რა არის რომ ბიზნეს ხელი შეუწყო გარკვეულწილად გეოპოლიტიკურმა ვითარებამ რომ ამ რწმენაში გამყარებულიყო რომ ძალა ამ რეგიონში არის რუსეთი და ამერიკის შიში მას არ უნდა ქონდეს, იმიტომ რომ ამ რეგიონში ძალას იყენებს, იმიტომ რომ ობამას პოლიტიკა ეს იყო და მაგ დროს მოვიდა ბიზნა და ბაიდენის პოლიტიკაც რეალურად არ იყო აქტიური საგარეო პოლიტიკის მომხრე, ხო? Nation building at home იყო ობამას მიერ დაწყებული და ჩვენ ხედავდით ძალის გამოყენებაზე რომ უარს იძახდა ამერიკა და ტრამპის შემთხვევაში ესე არ არის. მე გამიხსენებია კრაუთჰამერთან ინტერვიუ, რომელმაც ამერიკის დაღმასვლაზე საუბრობდა სულ და ანუ ამის გამოაკრიტიკებდა ობამას და რომ ვკითხე რომ ეხლა დაღმასვლა რანაირად ეხლა მაინც ყველაზე ძლიერი სახელმწიფო რჩება მეთქი სახელმწიფოს ძლიერება მარტო იმით არის ზომება ობიექტურად რამხელა ძალა აქვს მისი ფორმულაა მისი გამოყენების მზადყოფნა რამდენად გაქვს ამაზე უნდა გაამრავლო და ეხლა მოვიდათ ერთ სახში ადამიანი რომლისთვისაც გამოყენების მზადყოფნა ქონია და ჩვენს რეგიონში დავინახეთ რაც მოხდა ხო თბილისიდან 1000 კილომეტრში და ეს ბიზნესაც უნგრევს ძალიან ბევრ რამეს და არა მარტო ბიზნეს აგერ ხედავთ რომ სომხეთი და აზერბაიჯანი წიხლებს ურტყამენ ხო ერთმანეთს რუბიო არის ინვესტი ანუ ვაკეთებს საუბარს იმაზე რომ მოლაპარაკება შედგეს მათ შორის და ანუ ინტერესები არსებობს აქ რა წუთშიც აქ ეს ამერიკული ეს რკინის ჩიტები გადმოფრინდნენ იმ წუთში აქ გაიზარდა ამერიკის ინტერესი ხო იმიტომ რომ ეს ამოგლეჯილად ხო არ ხდება ყველაფერი ანუ აქ ესეთი რაღაც მოხდა მათ დიდი ხნის ნაშენები ირანული ბირთვული იარაღის გამამდიდრებელი ბაზა დაიბომბა ანუ ნიშნავს რომ ეს უკვე ინტერესების სფეროში მოექცა ხო ეხლა როგორ ჩამოყალიბდებიან რას გააკეთებენ საქართველოსთან მიმართებით რა პოლიტიკა იქნება მაგას შევხედავთ მაგრამ ამ მოცემულობით რაღაცა არ ჩანს სივრცე შემოტრიალებისთვის რომ ივანიშვილის რეჟიმთან რამე სახით ითანამშრომლობენ მე ხოჭეს ერთი თვის იმყოფებოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩეთემ ჰაუსის წესის დაცვით ვერ ვიტყვი ვისთან მაგრამ მქონდა კომუნიკაცია მოქმედ პოლიტიკოსებთან ყოფილ პოლიტიკოსებთან ანალიტიკოსებთან ჩემი თავი კითხვა იყო რაბედიელის მეგობარაკც მოაწეს თუ არა მას ტრამპი ხელს და ყველა ამბობდა რომ კი ეს გარდაუვალია რა თქვა კანო რიშია მაგისი ჩემპიონი ხო ერთ-ერთი ჩემპიონი და რიში როდესაც სენატის კომისიის თავმჯდომარედ საგარეო კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა ტრამპის დიდ რამბები იმედია ნახა ყველამ რა რაც დაუწერა და როგორც დაუწერა და მით უმეტეს მაშინ როდესაც იზოლაციონისტური ფლანგი სუსტდება და დაპირისპირებულია ტრამპთან მათ შორის ირანის გამო მასკთან დაპირისპირებული ხა სხვასთან კონფლიქტში შევიდეს და ნეოკონდონორები გააბრას ანუ იცირდება ხო ტრამპისთვის სივრცე იმისი რომ იქ რაღაცა მორიგი დაპირისპირება გაჩაღოს მაშინ როდესაც იზოლაციონისტი რომ იმათაც არასწორად გათვალეს და ქოცებმაც არასწორად გათვალეს რომ ტრამპი იზოლაციონისტია იზოლაციონისტი არ არის ლიდერობა უნდა აქაც პოლიტიკა ადრე რა თუ იყო რომ აი დავალაგებთ მაინც ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლა ცოტა გადაიწია კულისებისკენ აი ბოლო ეს სკანდალი ელჩის ინტერვიუ ასე შეიფუთა პროპაგანდაში რომ აი ნახეთ რა მაგარია ბიძინა ივანიშვილი თავს არავის უხრის კომპრომისზე არ მედის ეროვნული ინტერესები იხტიბარს არის აი რაღაც შეფუთეს თითქოს ჩვენთვის თავარია ეროვნული ინტერესები არავის მითითებას არ დავემორჩილებით და ეს არის ივანიშვილი ძალა რომელიც ტრამპსაც კი ეწინააღმდეგება ხო იხტიბარს არიტეხენ დროა აი ამ ხალხმა რომლებიც ახლა იხტიბარს არიტეხენ ბიძინა ივანიშვილის შემხედვარე გაიაზრონ რაც მათ თავს ხდება ახლა ის რო შეიძლება უვიზოდ ევროპაში ვეღარ გავიდნენ ის რო ერთმანეთში ესეთი არეულობა ის რო ქუჩაში კრიზისი თქვა ის რო ნერვიულობენ და შეტყაპუნებული არ აქვს 24 წლის არჩევნები როგორც გააყალბეს ხო არის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის დამსახურება და მისი 28 ნოემბრის განცხადების დამსახურება ნუ ეს ქაოსი და განუკითხაობა რაც დათესა ეს დათესა ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა და ტრამპს თავს უქონავს პუტინიც
პუტინიც და ეს ეუნება მე არ შეხვდები სანამ იმას არ მომხსნიო და ეხლა რა ვიცი მე ხა ამას რამე ხელოვნება უნდა დავარქვათ თუ ცოტა უკვე სხვა რაღაცებზე დავფიქრდეთ რამდენად ადეკვატურია საერთოდ მე მის გარემოცვას ურჩევდი ამაზე დაფიქრებული სპეციალისტების შეფასება ჭირდება მე არაფერს ვეჩარავ მე არანაირად არ ვცდილობ შემიძლია რომ არარაციონალური რო არის მისი მოქმედებები და ანუ აი ეს ბოლო აქტები რასაც ეუბნება და ის რომ ჩათვალა რომ ტერორისტები თუ დაელაპარაკება დასავლეთს რამე გაუვა ეს არის არ ვიცი მე არ არის ბოლომდე ადეკვატურობის ნიშანი ხო მომავალ კვირას ველოდებით მოკლედ ევროკავშირის მხრიდან დიდი ბრიტანეთიდან რაღაც კონკრეტულ გზავნილებს მე განეჭმება ბრიტანეთიდან იმიტომ ველოდები რა ანუ მგონია რომ იქნება არის ველოდები ჩვენ ადგილზე მუშაობთ 19 ივლისს აქცია გვაქვს მინდა რომ ყველა უთხრა რომ ის ადამიანები ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანები ვინც თვლით რომ აი ამ განუკითხაობის და ქაოსის დაკანონებაში მონაწილეობა არის ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო და აზიანებს ამ ქვეყნის ისტორიულ მისიას ევროპაში დაბრუნების ამოცანას ძალიან გთხოვთ რომ 19 ივლისს შევიკრიბოთ სხვადასხვანაირი ხალხი ვართ იქ ბევრს ერთმანეთი შეიძლება საერთოდ არ მოგწონს მაგრამ გვაერთიანებს ერთი მიზანი რომ რეჟიმი დავტოვოთ მარტო ყველა დონეზე იმიტომ რომ ეს გამოიწვევს ცვლილებას ეს გამოიწვევს მათ შორის კონფორმისტებში რღვევას და ყველა ვინც ამ საქმეში ხელს გვიშლის არის საქართველოს ეროვნული ინტერესების მტერი